არსებობს მიზეზი, რატომაც ამერიკა თავის საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგიას ყველას არ აძლევს და მაინც, როგორღაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ისლამისტურ მთავრობას ამერიკის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცეს. ეს თვითმფრინავი იმდენად კარგია, რომ მტრის რადარი ვერც კი ამჩნევს მის მოახლოებას. თურქეთი წლების განმავლობაში იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი სანდო ამერიკის მოკავშირე, მაგრამ ამ ქცევის მიღმა ის იარაღს აწვდიდა და მასპინძლობდა ჯგუფებს, რომლებიც ისრაელის განადგურებას ისახავდნენ მიზნად. უახლოვდებოდა რუსეთს და იქცეოდა ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად რადიკალური პოლიტიკური ისლამის მთელ მსოფლიოში. ამ კვირაში ამ თამაშმა შეიძლება ყველაზე მეტად გაამართლოს. მოგესალმებით მირაქეში გენზი ტელევიზიაზე. აი მთელი ისტორია თავიდან ბოლომდე. 35 ამერიკის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავია. მისი სუპერძალა ეწოდება სტელსი. ის ისეა აგებული, რომ მტრის რადარს ძალიან უჭირს მისი დაფიქსირება ცაში. ეს არის თვითმფრინავის მთავარი არსი. სტელსის გარეშე ის უბრალოდ ძალიან ძვირადღირებული ჩვეულებრივი თვითმფრინავია. შეუმჩნევლად ფრენის უნარი უზარმაზარი სამხედრო უპირატესობაა, რომელსაც აშშ არ სურს თავის მტრებს გადასცეს. ეს თავისთავად გასაგებია. შეერთებული შტატების სტელს ტექნოლოგიას ერთ-ერთ ყველაზე ფარულ საიდუმლოდ მიიჩნევს. ზუსტად როგორც ჩანს, F-35 რადარზე ეს ინფორმაცია უმეტესობას არც კი აქვს ცნობილი. თუ მტერი ოდესმე ზუსტად გაარკვევს ამას, ისინი შეძლებენ შექმნან სისტემები, რომ აღმოაჩინონ და ჩამოაგდონ იგი. არა მხოლოდ თურქეთის თვითმფრინავები, არამედ ყველა F-35, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წეტლში დაფრინავს, მათ შორის ამერიკელი პილოტების მიერ მართული თვითმფრინავებიც. სწორედ ამიტომ F-35 ყველასთვის არ იყიდება. მხოლოდ მცირე სანდო ქვეყნების წრე იღებს მას და შეერთებული შტატები ამ დღეს ძალიან ფრთხილად აკონტროლებს. 2017 წელს თურქეთმა ისეთი რამ გააკეთა, რაც F-35-ის მიღების ყოღების ყოველგვარ შანსს უნდა წერტილს უსვამდა. მან რუსეთში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემა სახელად S-400 ჩამოიტანა. წარმოიდგინეთ S-400 როგორც ძალიან დახვეწილი რადარის სისტემა, რომელიც შექმნილია იმავე ქვეყანაში, რუსეთში, რომლისგანაც ამერიკის სტელს ტექნოლოგია ცდილობს დამალვას. თუ რუსულ რადარის სისტემას იმავე ქვეყანაში განათავსებთ, სადაც ამერიკული სტელს თავითმფრინავია, რუს ტექნიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ მოემსახურონ და მართონ S-400 და ახლოდან დააკვირდნენ, როგორ ჩნდება F-35 რადარზე. ეს ცოდნა საიდუმლოდ აღარ დარჩება. როგორც კი რუსეთი მას მიიღებს, შეუძლია გააზიაროს ვისაც უნდა და გამოიყენოს F-35-ების ჩამოსაგდებად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ 2019 წელს, როდესაც თურქეთმა მართლაც მიიღო S-400-ები, მიუხედავად აშშ-ის არაერთგზის გაფრთხილებისა, ვაშინგტონმა მკაცრი პოზიცია დაიკავა. თურქეთი მთლიანად გამოაგდეს F-35-ის პროგრამიდან, რაც ნატოს წევრ ქვეყანას პირველად დაემართა. თურქი პილოტები ამერიკის სასწავლო ბაზებიდან სახლში გააბრუნეს. თურქეთმა დაკარგა თავისი როლი თვითმფრინავის თითქმის 900 სხვადასხვა ნაწილის წარმოებაში და მან უკვე გადაიხადა დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი იმ თვითმფრინავში, რომელიც შეუკვეთა, მაგრამ ეს თანხა აღარ დაუბრუნეს. შემდეგ კონგრესმა ეს აკრძალვა კანონად აქცია და აღარ იყო მხოლოდ პოლიტიკა. წესი მარტივია და გასაგებია. თურქეთი ვერ მიიღებს დომას F-35-ზე, სანამ სრულად არ მოიშორებს ყველა S-400 ერთეულს, რაც მას აქვს, ანუ ნებისმიერ რუსულ სადამკვირვებლო მონაცემს. მათ მხოლოდ S-400-ების გამოყენება არ უნდა შეწყვიტონ. მათ ეს სისტემები სრულად უნდა მოიშორონ და არანაირი გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული. არ არსებობს თვრილი ასოებით დაწერილი პუნქტი, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს უბრალოდ გააუქმოს ეს წესი, რაც მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ამის ცოდნამ, რაც ძალიან ნათლად იყო განმარტებული, არანაირი გავლენა არ მოახდინა თურქეთის გადაწყვეტილებაზე. გაეგრძელებინა მეგობრობა რუსეთთან. თურქეთს ჯერ კიდევ აქვს ყველა S-400, რაც კი ოდესმე შეუძენია. ზოგიერთი რაკეტა დაახლოებით 200-მდე, როგორც იუწყებიან, ჯერ კიდევ თავის ორიგინალ სატვირთო კონტეინერებშია და არასოდეს გამოუღიათ ყუთიდან. თურქეთს არაფერი გაუნადგურებია, რაც ძალიან ეფექტური იქნებოდა თუ მართლა სურდათ სრულიად ლეგიტიმურად ყოფილიყვნენ F-35-ის პროგრამაში. უბრალოდ შეწყვიტეს სისტემის აქტიური გამოყენება და ფიქრობენ, რომ ასე დაუსჯელად გამოუვათ. ეს იყო პირველი სასჯელი თურქეთისთვის, რომ რუსეთთან დაახლოვდა, მაგრამ იყო მეორე ცალკე სასჯელიც. 2020 წლის დეკემბერში F-35-ის აკრძალვასთან ერთად აშშ-მ თურქეთს დაუწესა რეალური სანქციები კანონის მიხედვით, რომელსაც ეწოდება ამერიკის მოწინააღმდეგეთა სანქციებით წინააღმდეგობის გაწევის აქტი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დასასჯელად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ის ნატოს მოკავშირის წინააღმდეგ გამოიყენეს. სანქციები მიმართული იყო თურქეთის თავდაცვის მრეწველობის პრეზიდენტობის წინააღმდეგ. ეს არის სამთავრობო სააგენტო, რომელიც მართავს ქვეყნის იარაღის შეძენასა და წარმოებას, ასევე მის უმაღლეს ოფიციალურ პირს პირადად. აშშ-მ სააგენტოს აუგზავნა ექსპორტის ლიცენზიების გაცემაც, გაუყინა მისი ოფიციალური აქტივები აშშ-ში და მათთვის აშშ-ის ვიზების მიღებაც აუგზავნა.
F-35-ის აკრძალვისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ თვითმფრინავს ეხებოდა, ეს სანქციები უფრო ფართოდ ზღუდავდა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას და ისინი ძალაში 6 წლის განმავლობაში დარჩა. მას რატომ უნდა გაინტერესებდეს ეს? როგორც ჩანს, ახლა თურქეთი მასპინძლობს ნატოს მნიშვნელოვან სამიტს, ალიანსის დიდ ყოველწლიურ შეხვედრას, საკუთარ მიწაზე პირველად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პრეზიდენტი ტრამპი პირადად დაესწრო მას. 7 ივლისს ერდოღანთან პირისპირ შეხვდა. ორი რამ მოხდა. პირველ რიგში სანქციები იხსნება. ერდოღანის გვერდით მდგომმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ სრულად აუქმებს 2020 წლის ამ სანქციებს. ჩვენ მოხსნით სანქციებს, განაცხადა მან. ჩვენ არ გვინდა მეგობრების დასანქცირება, თქვა მან. მისი სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი უკვე დეტალებზე მუშაობდნენ. და მეორეც, თვითონ F-35 თითქმის მზადაა თურქეთისთვის გადაცემისთვის, მაგრამ ჯერ 100%-ით დადასტურებული არ არის. დონალდ ტრამპმა ამას უწოდა გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი მიიღებენ და შეაქო ეს თვითმფრინავები როგორც საუკეთესოები, მაგრამ ჟურნალისტების წინ საბოლოოდ ახმობა არ უთქვამს. თუმცა ერდოღანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას უკვე დაპირებული აქვს 5 F-35 თვითმფრინავი, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რეალური პასუხი დადებითია და ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, ან ის იტყუება, რაც ათ ჩვენ გაგვაკვირვებს. და მაინც ჯერჯერობით არაფერი გავრცელებულა იმის შესახებ, რომ თურქეთს რეალურად უარი ეთქვას რომელიმე S-400-ზე. კანონი ჯერ კიდევ ამბობს, რომ თვითმფრინავები არ გაიცემა მანამ, სანამ რაკეტები არ იქნება წაღებული და რაკეტები ჯერ კიდევ ადგილზეა. სანქციები იხსნება და თვითმფრინავს შეიძლება მაინც მისცენ დამტკიცება, მაშინაც კი როცა რეალური იურიდიული მოთხოვნები ჯერ კიდევ შეუსრულებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი ამბობს, რომ თვითმფრინავი არ გაიცემა მანამ, სანამ რაკეტები არ იქნება წაღებული. რაკეტები კი ჯერ კიდევ ადგილზეა და თვითმფრინავს შეიძლება მაინც მისცენ დამტკიცება. და სწორედ ეს არის პრობლემა თურქეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის ისტორია თვითმფრინავებზე. ეს ეხება ბევრად უფრო დიდ რამეს. თურქეთის საფრთხეს და იმ საშიშროებას, რასაც წარმოადგენს ჩვენს მეგობრებად გამოცხადება. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ყველანი ირანს თვლიდით დიდ საფრთხედ. ისინი მოქმედებდნენ სასწრაფოდ, იყენებდნენ ტერორს და ავრცელებდნენ ქაოსს, მაგრამ სანამ ისინი იზრდებოდნენ და თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, კიდევ ერთი ისლამისტური საფრთხე იზრდებოდა და ისინი ბევრად უფრო ჭკვიანურად და დახვეწილად მოქმედებდნენ ვიდრე ირანი. ისინი ლეგიტიმურ ძალად იქცეოდნენ. და როცა ვამბობ ისინი, ვგულისხმობ თურქეთს, ხოლო როცა ვამბობ ლეგიტიმური, გულისხმობ ნამდვილად ლეგიტიმურს. თურქეთი ნატოს წევრია, სამხედრო ალიანსის, რომელიც მოიცავს აშშ-ს და ევროპის უმეტეს ნაწილს, რომელიც დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ წევრი ქვეყნები ერთმანეთს იცავენ და ზოგადად სანდო პარტნიორებად მოქმედებენ. თუ ნატოს ერთ ქვეყანას დაესხმებიან თავს, ყველა სხვა ქვეყანა მის დასაცავად გამოვა. ეს ბრწყინვალე სტრატეგიაა, თუ რომელიმე წევრი არ გეგმავს საბოლოო დასავლეთის წინააღმდეგ შემოტევას, კარგად იცის, რომ ნატოს წევრები გაჭედილებით არ რჩებიან. ქაღალდზე თურქეთი ამერიკის ერთ-ერთი უძველესი მოკავშირეა, მაგრამ პრაქტიკაში მათი ქმედებები სრულიად სხვა ისტორიას გვიყვება. ისტორიას, რომელსაც რატომღაც ადამიანები უგულებელყოფენ. მათ სავარაუდოდ დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ირანული ნავთობის ფული გაატარეს აშშ-ის სანქციების გვერდისავლით 2012-დან 2016 წლამდე, რაც მაღალი თანამდებობის პირებსაც ეხება. მათ საჯაროდ უარყვეს იდეა, რომ მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა ჩაითვალოს და აქტიურად უჭერენ მხარს მათ, ან როგორც ზოგი იტყვის, თავადაც არიან ისინი. ისინი მასპინძლობენ და აფინანსებენ ჰამასს. ჰამასის მაღალი რანგის ხელმძღვანელობა ღიად მოქმედებს სტამბოლიდან. აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა თურქულ ორგანიზაციებს ჰამასის სამხედრო ფრთისთვის თანხების გადამისამართების გამო. და გახსოვდეთ, ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია. მათ ამერიკელი მოქალაქე მძევლად ყავთ, ფაქტობრივად უსაფუძვლო ტერორიზმის ბრალდებებით, რაც ფართოდ აღიქმება როგორც ბერკეტი პატიმრების გაცვლის იძულებისთვის. საკმაოდ სერიოზულია, რომ ტრამპმა სანქციები დაუწესა ორ თურქ მინისტრს. ისინი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემოვლითი გზა გახდნენ. 2022 წლიდან თურქეთი ერთადერთი ნატოს წევრია, რომელმაც რუსეთს სანქციები არასდროს დაუწესა და გახდა ცენტრი, სადაც სანქცირებული საქონელი და ოლიგარქების ფული დასაღური შეზღუდვების გვერდისავლით გადაადგილდება. მათ შეუტიეს ამერიკის საბრძოლო პარტნიორებს. 2019 წელს თურქეთი შეიძრა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებზე, რომლებმაც აშშ-ის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოლეს და დაიღუპნენ ISIS-ის დამარცხებისას. აშშ-მა უკან დაიხია ჩარევის ნაცვლად და თურქეთის ლიდერები ისრაელის ხელმძღვანელობას ჰიტლერს ადარებენ და მუდმივად იმუქრებიან, რომ ისრაელს დაესხმიან თავს, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მათ ანტიდასავლურ ტენდენციებზე მიუთითებს, ყველაზე მეტად მაწუხებს ეს ციტატა ერდოღანისგან, რომელიც თურქეთის ხელმძღვანელია. ის დემოკრატიას ასე აღწერს, ციტირებით: დემოკრატია ტრამვაისავითაა, მასში ჯდები, სანამ შენს დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, შემდეგ კი ჩამოდიხარ. ეს მეგობარი არ არის და ნამდვილად არ არის ის, ვისაც უნდა კონდეს ცდომა უმაღლესი დონის სტელს აღჭურვილობაზე, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს მაშინ, როცა ტრამვაიდან ჩამოვა. მაშ, რატომ ექცევიან თურქეთს ისევ ჩვენს მოკავშირედ? თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი არსაიდან არ გამოჩენილა.
მან თავისი პოლიტიკური კარიერა თურქეთში იმ მოძრაობაში ააგო, რომელიც პირდაპირ მუსლიმთა საძმოს მიბაძავდა. ეს არის 10 წლეულების წინ შექმნილი საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც თვლის, რომ ისლამი უნდა იყოს მთავრობის ორგანიზების მთავარი პრინციპი და არა მხოლოდ პირადი რელიგია. გახსოვდეთ, ისლამი რელიგია არ არის, მას აქვს რელიგია. თურქეთს მუსლიმთა საძმოს ოფიციალური განყოფილება არ აქვს, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. ერდოღანის საკუთარი პოლიტიკური პარტია სწორედ ამავე მოძრაობის იდეებიდან გაიზარდა, უბრალოდ სხვა სახელით. და როცა ერდოღანი თურქეთის ლიდერი გახდა, მან უბრალოდ ჩუმად არ დაეთანხმა მუსლიმთა საძმოს. ის თავად გახდა მისი ყველაზე დიდი სახელმწიფო მხარდამჭერი მთელ მსოფლიოში. როდესაც მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებულმა მთავრობებმა 2011 წელს ეძრეტონები არაბული გაზაფხულის დროს დროებით აიღეს ძალაუფლება ახლო აღმოსავლეთში, თურქეთმა მათ მტკიცედ დაუჭირა მხარი. როდესაც ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს მთავრობა 2013 წელს დაამხეს, ერდოღანმა თავშესაფარი მისცა დაახლოებით 1500 დევნილ ეგვიპტელ მუსლიმთა საძმოს წევრს, რითაც სტამბოლი გადააქცია მოძრაობის უსაფრთხო თავშესაფრად და ოპერაციულ ბაზად. სირიიდან მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებული ფიგურებიც გადავიდნენ იქ. ასევე გადავიდა ჰიდა ჰამასის უმაღლესი ხელმძღვანელობა, რადგან ჰამასი თავის არსით იგივე მუსლიმთა საძმოს პალესტინური განშტოებაა. ჰამასი ღაზაში, მუსლიმთა საძმოს ქსელები ლიბიაში, ისლამისტური მმართველობის ექსპერიმენტები სირიაში. ეს ყველაფერი ერთი და იგივე პროექტია, რომელსაც ერთი და იმავე დედაქალაქიდან ერთი და იმავე მიზეზით მართავენ. ეს ცალკეული უბრალოდ დაკავშირებული ამბები არ არის. თურქეთი თითქმის 2000 წლეულია ცდილობს გახდეს პოლიტიკური ისლამის მთავარი გლობალური სპონსორი, შეიძლება ითქვას ლიდერი და არა ტერორისტული ისლამის. ზოგი, ვინც ამას ყურადღებით აკვირდება, ერდოღანს აღწერს როგორც ადამიანს, რომელიც ცდილობს თავით წარმოაჩინოს თანამედროვე ხალიფად, რაც მუსლიმური სამყაროს უმაღლესი რელიგიური და პოლიტიკური ლიდერის ისტორიული ტიტულია. გაგახსენებთ, რომ ეს როლი თურქეთს საუკუნეების განმავლობაში ეკავა ოსმალეთის იმპერიის დროს, სანამ ის 1920-იან წლებში გაუქმდებოდა და ამ ისლამისტებს მოკლა მეხსიერება ნამდვილად არ აქვთ. როცა ამას დაინახავთ, ყველაფერი სხვანაირად გასაგები ხდება. თურქეთს სინამდვილეში არც ნატოს წევრობა, არც F-35-ის თვითმფრინავები და არც საერთაშორისო რეპუტაცია არ სურს მხოლოდ თავისთვის. თურქეთს ეს ინსტრუმენტები სურს, რომ გახდეს ზე სახელმწიფო, რომ მისი იგნორირება შეუძლებელი გახდეს. ამ ყველაფრის თითოეული მაგალითი მუსლიმური სამყაროს აუდიტორიისთვის მტკიცებულებაა იმისა, რომ თურქეთი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ დასავლეთს უარის თქმა აღარ შეუძლია. ეს მტკიცებულება აძლიერებს ერდოღანის პრეტენზიას, რომ ის არის ის ლიდერი, რომელიც გლობალურ მოძრაობას აკლდა. ალიანსში გაწევრიანება არასდროს ყოფილა მიზანი. ეს მხოლოდ ნიღაბია, რომელიც რეალური მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიულად განსხვავდება ირანისგან. და მათი, როგორც ისლამური რესპუბლიკის ნელი დაცემის ფონზე, თურქეთი ალბათ მზადაა გადაიბაროს ეს როლი. ხალიფას ხალიფათი უფრო შეეფერება, ვიდრე ბარბაროს ტერორისტებს. თურქეთი შემთხვევით აშორდება დასავლეთს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მისი ნაწილია. ის შეგნებულად იყენებს თავის წევრობას გუნდში იმის ასაშენებლად, რისთვისაც გუნდი არასდროს იყო განკუთვნილი. და ირანის მსგავსად ჩანს, რომ აშშ ამაზე ტყუβდება. არ ვამტკიცებ, რომ მათი საგარეო პოლიტიკის გონება ვიცი, მაგრამ წლების განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ისინი მისდევენ პრინციპს. მეგობრები ახლოს, მტრები კიდევ უფრო ახლოს. თუმცა ამ ადამიანებთან ეს არ მუშაობს. ეს ირანთან დაკავშირებითაც ნათელი გახდა და იგივე უნდა იყოს თურქეთთანაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ისრაელი ამ თამაში წინ არის. 95-ების თურქეთისთვის შესაძლო გაყიდვის ამბავზე ნეთანიაჰუმ მაშინვე მკაფიოდ განაცხადა, რომ წინააღმდეგია. ისრაელმა გაკვეთილი ისწავლა, ნუ დააწყნარებ ადამიანებს, რომლებიც გძულან. უბრალოდ საერთოდ არ მისცემათ იარაღი. ისრაელის განგაშის მიზეზი ამ გარიგებასთან დაკავშირებით თურქეთთან მეტოქეობა არ არის. ეს იმ ფაქტს ეხება, რომ მათ რეალურად ესმით საფრთხე. კარგი ამბავი ის არის, რომ შეერთებული შტატები იურიდიულად ვალდებულია უზრუნოყოს, რომ ისრაელს ყოველთვის ჰქონდეს აშკარა სამხედრო უპირატესობა რეგიონში, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ეს დაპირება ცნობილია როგორც ისრაელის ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობა. ეს არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამერიკა ისრაელის მახლობლად არსებულ ნებისმიერ იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით და რეგიონის ყველაზე თანამედროვე სტელს გამანადგურებლის გადაცემა იმ ქვეყანას, სადაც ჰამასის ლიდერები იმყოფებიან და რომლის პრეზიდენტიც ისრაელზე ერდოღანის მსგავსად საუბრობს. ამ დაპირებისთვის მცირე რისკი ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად არსებობს ეს დაპირება. და სწორედ ამიტომ თურქეთისთვის გაყიდვებზე საუბართან ერთად ასევე მიდის საუბარი იმაზე, რომ ისრაელს ადრე მისცენ ცდომა F-35-ის მომავალ შემცვლელზე F-47-ზე, რათა დაშვიდზე, რათა ისრაელის ტექნოლოგიური უპირატესობა შენარჩუნდეს. სიზუსტისთვის, თუ თურქეთი მიიღებს F-35-ს, ისრაელი ამას გაუმკლავდება. და მიუხედავად ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საჯაროდ და აგრესიულად ლობირებს ამ შეთანხმების წინააღმდეგ. ის თურქეთის მთავრობას ახასიათებს როგორც მუსლიმთა საძმოს გავლენის ქვეშ მყოფს და პუტინის კვიპროსში, რომელიც მათ საბერძნეთში აქვთ ოკუპირებული. და ერდოღანის საკუთარი სიტყვები მოჰყავს როგორც მიზეზი, რატომაც თურქეთისთვის ამ ტექნოლოგიის მინდობა არ შეიძლება. ან საერთოდ რაიმეთი. ჩვენ ვუხურავთ საჯარო ვერსიას იმისა, რასაც ისრაელი ძალიან დიდი ხანია აკვირდება და წუხს. უფრო დიდ ხანს და უფრო ყურადღებით, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა ამ ოთახში.
ასე რომ როცა ტრამპი ერდოღანს უახლოვდება, არის რამე, რითაც შეიძლება ამის შეჩერება. კონგრესს აქ ერთი რეალური ბერკეტი აქვს. ის შეიძლება ხმას მისცეს ოფიციალურად გაყიდვის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ხმა უნდა გავიდეს წარმომადგენელთა პალატაში, შემდეგ სენატში და შემდეგ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო, რისთვისაც ორივე პალატაში საჭიროა 2/3 უმრავლესობა. და ეს ძალიან რთული მისაღწევია. და ტრამპმა უკვე წარმატებით გამოიყენა ეს ზუსტად იგივე სქემა ადრე, როცა თავისი პირველი ვადის განმავლობაში კონგრესის წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა იარაღის გაყიდვების გატანა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თუმცა თუ კი ეს მაინც არ მოხდება, ერთი კარგი ამბავი მაინც არის და ესახება ვადებს, თუნდაც არა კანონმდებლობას. თუ ეს ამ კვირაში დამტკიცდება, რეალური თვითმფრინავები სწრაფად არ გამოჩნდება. თურქეთი წარმოების რიგის ბოლოში აღმოჩნდება. ბოლო მყიდველებს 4-დან 5 წლამდე მოუწიათ ვოდინი, ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი თვითმფრინავის მიღებამდე. ასე რომ რეალურად თურქეთის ცაზე F-35-ები 2030 წლამდე არ გამოჩნდება. ეს პაუზა კარგია. დროა კონგრესმა გააგრძელოს ბრძოლა ამ საკითხზე და დროა სამართლებრივი დავები დაიწყოს იმის შესახებ, რომელი რაკეტა ან იარაღის ხრიკი იქნება გამოყენებული. და დროა ისრაელმა უზრუნველყოს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის უკვე ერთი თაობით წინ იყოს შემდეგ თვითმფრინავშიც, სანამ თურქეთი ამაზე ხელს დაადებს. იცით, ისრაელს ალბათ შეეძლო შეექმნა ტექნოლოგია, რომ ამ თვითმფრინავების ამოცნობა შეძლოს, მაგრამ პრობლემა ეს არ არის. ისრაელი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეგზისტენციალურ ბრძოლაშია, უბრალოდ რომ გადარჩეს. მაგრამ თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, ეს ბრძოლა რაღაც უფრო დიდის მიკროკოსმოსია. ეს არის წინასწარი ნახვა იმისა, რასთანაც ახლა მთელი დასავლეთი დგას პირისპირ. იცის ეს თუ არა? წლების განმავლობაში ისრაელმა იგივე შეცდომა დაუშვა, რასაც ახლა ყველა უშვებს. ის იღებდა მეგობრულ ფოტოებს, ენდობოდა სამიტებს, ხელის ჩამორთმევებს, შუამავლებს, რომლებიც საკუთარ თავს ნეიტრალურს უწოდებდნენ. ისრაელი საკუთარ თავს არ წუნებდა, რომ საერთო ინსტიტუტები მართლაც საერთო ინტერესებს ნიშნავდა. ეს გაკვეთილი კი მტკივნეულად ისწავლა და დაკვეთილი ის კი არ იყო, რომ არავის ენდო, ეს უფრო მარტივი იყო. ამოიცანი მიმუში, დააკვირდი საფრთხეებს ისე, როგორც ისინი რეალურად იზრდება და არა ისე, როგორც შენ გინდა, რომ დარჩნენ. მოусმინე იმას, რასაც ისინი რეალურად ამბობენ თავიანთი სიტყვებით და არა მხოლოდ იმ ვერსიას, რომლის დაჯერებაც უფრო კომფორტულია. და რაც მთავარია, არ მისცემ ტრებს იარაღი, რომელიც შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს გაკვეთილი მხოლოდ ისრაელს არ ეკუთვნის და არ შეიძლება მხოლოდ ისრაელს ეკუთვნოდეს. თუ დასავლეთს სურს გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენა, ეს უნდა გახდეს უნივერსალური. იმიტომ რომ შემდეგ ქვეყანას, რომელიც ამ გაკვეთილს მწარე გამოცდილებით ისწავლის, შეიძლება ისრაელივით უპირატესობა არ გქონდეს. შეიძლება ეს არაფერია. შეიძლება ეს უბრალოდ კიდევ ერთი ტრამპის თამაშია. ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ტრამპი აკეთებს. მეგობარს ახარებს, საჩუქარს აძლევს და საბოლოოდ არაფერი რეალური არ გამოდის. მაგრამ შეიძლება ეს რაღაც სხვა იყოს. ისევე მცდარი ლოგიკა, რომელმაც დასავლეთი 10 წლეულზე მეტხანს ირანთან მოლაპარაკებების ბისმაგიდასთან ამყოფებდა, ყოველთვის დარწმუნებული, რომ კიდევ ცოტა მოთმინება და ცოტა მეტი კეთილინება შეთანხმებას გამოიწვევდა. ისრაელმა ისწავლა, რომ იგივე შეცდომა ორჯერ არ დაუშვას. ამ კვირის მთავარი კითხვა კი ისაა, დანარჩენმა დასავლეთმა მაინც ერთხელ თუ ისწავლა ეს გაკვეთილი, ისრაელი მზადაა ამ ბრძოლისთვის. ისრაელი თურქეთსაც გაუმკლავდება თუ საჭირო გახდა, მაგრამ არ არის ნათელი, მზად არის თუ არა დასავლეთი. ასე რომ სანამ გვიან არ არის, მოусმინეთ მათ, ვინც ეს გაკვეთილი უკვე ისწავლა. მე ვარ იერკე და მომავალ შეხვედრამდე.